მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიცაბჭოს წევრი, რეგიონალური მდივანი ბატონი გიორგი არღვლიანი. მოგესალმებით, გიორგი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გარდა ამისა, მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელ გადაცემაში გვექნება ასევე ინტერაქტივი, გადაცემის მეორე ნაწილში, წინასწარ რა თქმა უნდა გამოვაცხადებთ, ასევე გამოჩნდება ტელეფონის ნომერი, თქვენ შეგიძლიათ დაარეკოთ ჩვენთან ეთერში და თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ ან შეკითხვა დაუსვათ სტუმარს. გიორგი, მინდა ვისაუბროთ დღევანდელ ეთერში ამ პროდასავლური პროტესტის წარუმატებლობაზე. რა გახდა რეალურად მიზეზი იმისი? ჯერ საერთოდ რამდენად სწორია უკვე საუბარი, რომ პროტესტი წარუმატებელია. ფაქტია, რომ საპროტესტო მუხტი კი იკლებს, მაგრამ პროტესტი შეჩერებული არ არის. რა არის იმისი მიზეზი, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წარმატებას ვერ მიაღწია თქვენი აზრით ამ პროტესტმა და სად უნდა ეძებონ მათ გამოსავალი? ეს არის დასავლური მხარდაჭერის შემცირება, ეს არ ვიცი, არის რაღაც საზოგადოების მხარდაჭერის შემცირება თუ ის რომ ხელისუფლებას აქვს საკმარისად მტკიცე პოზიციები ქართულ საზოგადოებაში. ეს საინტერესოა თქვენი მოსაზრება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. აი მოკლედ აი თავიდანვე რისი თქმაც შეიძლება თენგო ის არის რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის. ეს ყველაზე მთავარი, რატომაც თუ ჯერ არ დასრულებულან დასრულებისკენ მიექანებიან. დანარჩენი რაც შეეხება მხარდაჭერა მაგათ არასდროს არ ქონიათ. ჩვენ ვიყავით და გვიწევდა ცხოვრება ლიბერალური დემოკრატიის პირობებში, სადაც უმცირესობების მმართველობა იყო უმაღლეს წერტილზე აყვანილი და ფაქტიურად თავზე აჯდნენ სრულიად საქართველოს პირდაპირ ამ მნიშვნელობით და თუ კი რამე შეიძლებოდა გაკეთებულიყო ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ყველაფერი მსგავს ემსახურებოდა ეს ხალხი. თავის დროზეც და შემდეგ პერიოდშიც ბოლო 12 წლის განმავლობაში ოცნების მმართველობის პირობებში ხო ამათმა იარსებეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მათ ანგარიშებზე ესე იგი აღურიცხავი თუ აღრიცხული მნიშვნელობა არ აქვს დიდი რაოდენობის თანხები აკუმულირდებოდა ჩვენ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ბევრჯერ ითქვა და კიდევ ერთხელ მარტო USAID-ის და მსგავსი ორგანიზმი ახლა სოროსი აღარ ლაპარაკობდა ასე შემდეგ და სხვა კიდე მრავალი წყაროებისგან აი ეს თანხები ეს ასე ვთქვათ ფინანსები ასულდგმულებდათ თორემ არანაირი როგორ გითხრათ ნიშანწყალი იმისა და ლოგიკა იმისა რომ ამათ განათუ ეხლა ამ პერიოდში ბოლო 12 წლის განმავლობაში აი პირველი 9 წლის განმავლობაში რასაც ნაცხროვის ფაშისტური ასე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლება ერქვა მაშინაც არ უნდა იარსებათ უბრალოდ გარე ფაქტორებმა შეუწყო ხელი და დღეს ჩვენ ვხედავთ საგარეო ვექტორებზე მაგალითად ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ რაღაცეები გადაეჭრათ ის ორი მკვებავი ძუძუდან ერთი უკვე მოეჭრათ და ალბათ სოროსის მიმართულებითაც ისე განვითარდება მოვლენები რომ ეს ფინანსები თუ არ გადაეჭრება ვფიქრობ როგორც სხვა ქვეყნებში გააკეთა სოროსი თვითონ დახურავს პოზიციას იმიტომ რომ ამათში ვერ ნახავს ვერაფერ სარგებელს ამ ოპოზიციურ პარტიებიდან ერთადერთი და მარი ალბათ მაგას ცალკე შევეხებით რჩება ამ ველზე გახარია მისი პარტიის წარმოდგენილი რომელზეც როგორც ჩანს რაღაც იმედებს ამყარებენ დასავლეთში ან უბრალოდ თვითონ ქმნის ილუზიებს რომ მასზე შეიძლება დამყარდეს ასე ვთქვათ იმედები ეხლა თენგო ჩვენ გარდა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებისა ეს რაღაცნა თავში მომივიდა დიდგორის ბრძოლის წინა პერიოდი რაღაცნაირად ის როცა მაშინ საქართველოში მცხოვრებმა ასე ვთქვათ არაქრისტიანულმა მოსახლეობამ ახლა არ მინდა გამოვკვეთო მაგალითად ვინ და ასე შემდეგ ძაძები ჩაიცვეს თმები ჩამოიშალეს სახეებზე მური წაისვეს და მთელ მუსულმანურ სამყაროს სოფლიოს მოუწოდეს გამოელაშქრათ საქართველოსკენ იმიტომ რომ საქართველო იყო ასეთი როცა მართლა როგორც დღეს ისე თუ იმეს უფლებები ირღვეოდა ქართველის უფლებები
მეუღლებოდა ვიდრე სხვისი. გადასახადებიც კი ნაკლები ქონდა არა ქართულ რამდენადაც ვიცი მუსულმან მოსახლეობას მაგრამ აქ ლაპარაკი სხვა რამეზე იყო, აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო მიდიოდა იმ გზაზე, დავით აღახლავე 900 წლის თავი აღნიშნეთ, ხო, დავითობა და აი იქითკენ მიდიოდა, საითკენაც არ უნდა წასულიყო. საშიში შეიძლება გამხდარიყო არაქრისტიანული სახელმწიფოების. ელემენტარულად საშიში იმით, რომ ხარკი აღარ გადაეხადა და სამართავი, ასე ვთქვათ, თითზე დასახვევი ქვეყანა არის. აი ეს იყო მთავარი ისა. დღესაც იგივეა და მაშინ თუ ილღაზი გამოილაშქრა, ასე ვთქვათ და ჩაუდგა სელჩუკთა იმას, ხო, სათავეში. დღეს დედალი ილღაზი, აგე სალომე ზურაბიშვილი ყავს, რომელიც მართლა არ არის ქართველი და წასულია და აგროვებს ამ არმიას, რომ როგორმე მოადგეს მე საქართველოს საზრე. რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით საუბრობდა, ღმერთმა დაგვიფაროს ამის რაიმე საშუალება ან შნო კონდეთ ამათ, მაგრამ ფაქტიურად მსგავსი რაღაც ხდება და მრჩება წარმოდგენა, რომ ჯერ კიდევ არაფერი არ დასრულებულა, თენგო, მე რატომღაც ძალიან სკეპტიკურად უყურებ ტრამპის პიროვნებას ზოგადად და დიდი იმედები მასთან დაკავშირებით არ მაქვს, ამიტომ რაღაც მოსაგები დიდგორი მე ვფიქრობ, რომ ისევ წინ გვაქვს და არაერთ გადაცემაში ვთქვი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პირობებში პირადად ჩემთვის შეიძლება ვინმე მაგაში არ მეთანხმებოდეს, ის ფრთხილი მიდგომა ხელისუფლების მხრიდან და არახისტი დამოკიდებულება, თუნდაც მიმდინარე მოვლენების პარალელურად ხისტად მოიქცეს, იმიტომ რომ არავინ არ იცის და ძალიან რთულია იმის პროგნოზირება ხვალდაზე რა რეალობის წინაშე აღმოჩნდებით, ხო? მე ამის ასე ვთქვათ დადებითად ვაფასებ, გარდა იმისა, როცა თუ კი ოდესმე ვინმე ჟურნალისტი იყო თუ რა ხელისუფლების წარმომადგენელს კითხა რუსეთთან დაკავშირებით, რატომღაც ეს ლიბერალების ბაიდენის ადმინისტრაციის განსაკუთრებით და მათი აგენტურის წარმომადგენლებს შემოგდებული სიტყვა, რომ ჯერ უნდა აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მერე უნდა დაველაპარაკოთ რუსებს, იმედი მაქვს, რომ ეს მიდგომაც შეიცვლება და ეს ტერმინოლოგია შეიცვლება ხელისუფლების მხრიდან. ამ ხრივ ხელისუფლება ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, ოღონდ რაღაცა არ ვიცი თვითონ უკეთესად მოიფიქრებენ, მე თუ მკითხავ, მე მოსაფიქრებელი არაფერი არ პირდაპირ ვაცხადებ ჩვენ რუსეთთან დამოკიდებულებაში რა აზრებიც გაგვაჩნია, თუმცა მათ ვურჩევდი, ნუ გამოიყენებენ ლიბერალების ტერმინოლოგიას და უარი თქვან იმ ტერმინოლოგიას და მით უმეტეს ისეთ აბსურდულ სიტყვებზე, როცა მათთვის განსაკუთრებით ხო ყველა მაგას იძახა ოკუპანტია რუსეთი, მით უმეტეს თუ კი რუსეთი ოკუპანტია და ნამდვილად ჩვენ ხედავთ, რომ აფხაზეთიც და სამაჩაბლოს რეგიონის დღეს ჩვენი არ არის, მით უმეტეს მათთან საუბარი ჯერ ტერიტორია მაშინ რაღაცზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ კი ჯერ ტერიტორიები დაგვიბრუნდეს, ხო? ესეთი რაღაცა თუ დააბრუნეს, მაშინ მე ჩვენ რაღა გვაქვს გადაწყვეტებელი. სიფრთხილიდან გამომდინარე არის ეს სიტყვები, უბრალოდ სხვა სიტყვები შეარჩენ, უბრალოდ აი ხალხში ძალიან ცუდად ჭრის ყურს, რომ ამათი სიტყვების გამეორების დრო ისტორიას ჩაბარდა. ამისი მაინც აღარ უნდა ლომჯარიების და არ ვიცი ხა გიგაურების და უსუფაშვილების მიერ მოგონილი ტერმინოლოგიით საუბარი მაინც უნდა შევძლოთ, რომ გადავაგოროთ. მე როგორც ვაგორდები ისე გიორგი, აი თუ დამეთანხმებით, სავსებით გეთანხმებით, რომ ეგრე არის, უბრალოდ აი ბოლო პერიოდთან შედარებით მე მახსენდება მაგალითად შარშან ამ დროს, აი ან შარშან მარტის აქციები რო დაიწყო, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან აი მონდომებით ცდილობდნენ, რომ თქვენ უფრო რუსები ხართ და აი პირიქით ცდილობდნენ, რომ აი ეს რაღაც უფრო მეტად ანტირუსები გამოჩენილიყვნენ მაგ ფონზე, თითქოს ამითი ჩამოერეცხათ რაღაც ბრალდებები და თავი წარმოეჩინათ პროდასავლეთ პოლიტიკოსებად. მე მაინც ვფიქრობ და გეთანხმებით, რომ ამ ხრივ ბევრი არაფერი შესრულა, მაგრამ ნუერიდებიან ყოველ შემთხვევაში მაინც იმ რიტორიკის გამოყენებას, რა რიტორიკასაც თენგო ნახე, რუსოფობიურ განცხადებებს ნაკლებად აკეთებენ. ბულინგის ფორმა ჯერ ამხელა შეურაცხყოფელია იმ ხალხის მიმართ, როცა შენ გეუნებიან რუსოს. ანუ ამ ოპონენტის პირიდან ამოთქულ ამ სიტყვაში უკვე იგულისხმება ზიზღიც, უარყოფითით ყველაფერი ცუდი ამ სიტყვის მიმართ და ამ დროს შენ რო აყვე, მე კი არა შენ უფრო დიდი
დიდი რუსი ხარ. ესე იგი იმ ნარატივს შენ წყვები ხო? ეთანხმები ესე იგი იმ ნარატივს. ეს აღარ შემიმჩნევია მეთქი ბოლო პერიოდია. როგორი ზიზღისა და არა ადამიანობის გამომხატველია. გინდაც შე თურქო რო გითხრას. ეხლა შეიძლება ვიღაცა მოგედაო შენ თურქეთის მომხრე ხარ და რაღაცნაირად მის იდეებს თუ მისი წარმომადგენლების თუ მის ადმინისტრაციის იდეებს გინდაც ამერიკული პროევროპელი და პრო შეიძლება რაღაცა თქვა რომელიღაც ქვეყნის მიმართ და თუნდაც ცილისწამებლურად რაღაცა ედაო და დააბრალო, მაგრამ ის როცა ხალხს ერს ეხება და შენ ესე მიმართავ აბსოლუტური ზიზღით, ხო? ეს რა ვიცი, მე თუ მკითხავ ეხლა კანონები ეხლა ამაგ დღეს ალბათ არ შევეხებთ, მე ბევრი თქვა ამ გადაცემაში, რაღაც კანონების ცვლილებები რომ მიმდინარეობს, იმედია სადღაც ეს თემა რაღაცა დოზით გაჟღერდება. არის კიდე, მე ეს მე არა, იცით რა, რატო არ ხდება? სისხლის სამართლის კოდექსში არის კონკრეტული ნორმა, სხვა შორის ეს ნორმა არის საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც საერთოდ არ იყენებს არავინ ამას იმიტომ რომ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან მოხსნას იწვევს საერთოდ თუ კი ეს ბრალდება დაუდასტურდება, მაგრამ სისხლის სამართლის კანონშიც გვაქვს ჩვენ ნორმა ეთნიკური შუღლის გაღვივება, ეს არის დანაშაული ამ ქვეყანაში, მაგრამ აი ეს მომენტი რომ ოღონდ ეს რუსებს არ ეხება. ოღონდ რუსებზე ეს არ ვრცელდება და ეს რა ლოგიკაა? აი მეც გეტყვით კიდე ახლა ერთ-ერთი საუბრის დროს კიდე ხომ ჩვენ გვახსოვს შარშანი ყო თუ არ ვწდები, რავი 24 საათი კატერი ცურავდა სანაპირო ზოლზე ბათუმში და ეწერა არც გავიმეორებ მაგას და იცით რა, მადლობა უფალს რომ მსგავს არაფერს გადავეყარე სადღაც. მე საკუთარ თავზე ასეთ დროს, იმიტომ რომ ეს რუსების შეურაცხყოფა და მარტო არ მიმაჩნია, ეს პირადად ჩვენი შეურაცხყოფაც არის და რაღაცნაირად ამ გარემოში ცხოვრებად შეურაცხყოფად მიმაჩნია პირდაპირ ვიძახი და მსგავს რაღაცას რო გადავეყარო სადმე მე ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ პირდაპირ ვიძახი მე იქ ვიმოქმედებ რაც შემეძლება მე ახლა სიცოცხლით მოსპობას არავის არ მოგულისხმობ მაგრამ რეაქცია მექნება ძალიან ცუდი და მკაცრი და სრულად ჯანსაღი იქნება ეს ხო ჯანსაღი აი მაგის თქმა მინდოდა და ეს იქნება ჯანსაღი რეაქცია ალბათ ყველა ქართველს და ყველა თუნდაც არა ქართველს რომ საქართველოში მცხოვრებს ამაზე უნდა კონდეს რეაქცია და ერთხელ და სამუდამოდ ეს ამ შემოთავაზებულ დღის წესრიგზე ჩვენ რითი დავიწყოთ როცა ტერიტორიები დაბრუნე აი და სადამდე ხო ეს შემოთავაზებული დღის წესრიგი უნდა დაასრულდეს და რაღაცნაირად ყურის მომჭრელი, ცუდად მომჭრელი არ უნდა იყოს ხელისუფლების განცხადებები სხვა და ვიღაცა მოქალაქეების სხვა. მესმის მათი სიფრთხილის, მაგრამ იმედია მეტ იმას გამოიჩენენ. მეც ამისი იმედი მაქვს, მით უფრო რომ ახლოვდება ალბათ ის მომენტი, როდესაც ბევრი რამ გაირკვევა მსოფლიოში, გაირკვევა იმ მხრივ რომ მოხდება ის დაპირებული შეხვედრა არ ვიცი რა შეიძლება ამას დავარქვათ, როდესაც მსოფლიოს ძალთა ბალანსის განმაპირობებელი ხალხი შეხვდება ერთმანეთს, ისაუბრებენ, გადაწყვეტენ მსოფლიოს ბედს, რამზე და პუტინზე გვაქვს საუბარი. ბუნებრივია და მთელი მსოფლიო ამის მოლოდინშია. მეც რა მინდა გითხოთ, გიორგი, აი ეს პროტესტს რო დაუბრუნდეთ და პროტესტის მიმდინარეობას, წეგან სხვა შორის აი სანამ სტუდიაში მოვიდოდით, ჩვენს მეგობართან მქონდა კიდეც ამაზე საუბარი. გულისხმობ რას, როდესაც დღეს ამერიკის ადმინისტრაცია აქვეყნებს უამრავ დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ არის მაკომპრომეტირებელი თვითონ ამერიკული სახელმწიფოსთვის. აქამდე რასაც აკეთებდნენ, ამ ყველაფრის მაკომპრომეტირებელია. აი, წლების განმავლობაში საქართველოში მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ დასავლეთიდან მომავალი ფული, სოროსისგან მომავალი ფული, ან USAID-დან მომავალი ფული ხმარდება არა იმ მიზნებს, რაც ფურცელზე წერია, არამედ საერთოდ სხვა მიზნით მოდის სინამდვილეში და ამას უკავშირებდით ჩვენ, როგორც LGBT პროპაგანდის ლობირებას ქვეყანაში, ისე, რა ვიცი, უამრავ სხვა რამეს. ოღონდ ამაზე ჩვენ გვეძახდნენ, რომ ჩვენ რაღაც შეთქმულების თეორიებს ვახსენებთ, მაგრამ დღეს ამერიკის არჩეული მოქმედი პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია დღე არ გავა რომ ამ მიმართულებით რაღაც ახალი დოკუმენტი და ახალი სკანდალი არ გამოწვეს. აი კონკრეტულად USAID-ზე თუ ვიტყვით. ეხლა როდესაც საუბარი არის პროდასავლელ ადამიანზე, უბრალო აქტივისტზე, როგორც ასეთი, უბრალოდ გულწრფელ მოქალაქეზე, რომელმაც გულწრფელად დაიჯერა, რომ აი საქართველოს ევროპულ არჩევანს ართმევენ და ამის გამო იყო ქუჩაში გასული. დაფინანსებული კი არა, გულწრფელი ადამიანი. წესით, როდესაც ეს ადამიანები ისმენენ ამ ინფორმაციებს, ოღონდ არა ჩვენგან კიდე ერთხელ ვამბობ, თავად ამერიკის ხელმძღვანელობის მხრიდან სრულიად ლოგიკური და რაციონალური უნდა იყოს, რომ ამ ხალხის ტვინში რაღაც უნდა გადატრიალდეს, რაღაც შეეცვალოს, ხო, დაფიქრდეს, რომ ამდენი ხანი რას უჭერდი თურმე მხარს, აი აგერ თურმე მართლა ესენი აფინანსებდნენ აქ LGBT პროპაგანდას და თურმე მართლა ესენი აფინანსებდნენ აქ გადატრიალებას. მაგრამ ეს სამწუხაროდ არ ხდება.
აი ეს ვერ აგვიხსნია ჩვენ და ვერ გაურკვევულ ვართ ჩვენ ვახეთ აი COVID-19-ის ამბები პანდემია რომელიც მე თვითონ ვენახეს რომ ტყუილი იყო ყველაფერი ჩვენ ვახეთ უკრაინის ამბები ყველა ზელენსკი ბალიშებზე ეხატა ხალხს და ეხა დღეს რა დღეში არის ზელენსკი თავისი თვალით ნახეს რასულელეს უჭერდნენ მხარს იგივე ხდება აი ამ პროტესტთან დაკავშირებით მაგრამ ეს ხალხი ყოველ მომდევნო ჯერზე ყოველ ახალ სატყუარას წამოეგება ხოლმე და ყოველ მომდევნო ჯერზე ისევ ახლიდან იწყება აი ეს ხო გვესმის მღელვარება ტალღა ამას რა შეიძლება უშველოს ხელისუფლებამ აი რანაირად შეიძლება რომ ეს მომენტი დარეგულირდეს არ ვიცი კანონით ეს როგორ არის შესაძლებელი მაგრამ თუ ხედავთ ამ ხრივ ჩვენ საზოგადოებაში პრობლემას თქვენ ნახეთ ენგო როგორ არის ამაზე წინა გადაცემაშიც ვილაპარაკეთ ის მცირე რიცხოვანი ასე ვთქვათ ბჭყალებში არმია ამ კოლექტიური ნაცმოძრაობისა რომლებიც მე არ ვამბობ თითოეულ ადამიანზე რომლებსაც მართლა ვერ გაურკვევიათ სად უნდა იდგნენ და ასე შემდეგ მაგრამ ძირითადი მასა რომლებიც ფინანსდებოდნენ დასავლეთის ასე ვთქვათ ბინძური ფულით პირდაპირ ვთქვათ თუმცა რუსულ რუბლს ეძახდნენ სისხლიან რუბლებს მაგრამ სისხლიანი დოლარებით პირდაპირ ეგრე უნდა დავამკვიდროთ მე მგონი ტერმინი და მე მგონი ბევრად უფრო სისხლიანია დოლარი ვიდრე ნებისმიერი შეფასებით და ნებისმიერი განხილვით სისხლიანი დოლარებით ხო ამათ აი პირდაპირ უნდა ითქვას ისა თენგო რომ ესენი არიან შეპყრობილები და ამათი როგორ გითხრა ალაგმის რაიმე საუკეთესო საშუალება ფორმა კაცობრიობას არ მოუგონია კიდევ ერთხელ ვამბობ არის ორი საშუალება რომ რაღაცა აი მაგალითად ნარკოდამოკიდებულებს გარდა იმისა რომ ლომკები მოუხსნა მე ფსიქოლოგიური ფსიქიატრთან უწევთ სიარულური ეს ფსიქოლოგიურადაც გადალახონ ამათ ეხლა ფინანსებს შეუმცირებ რაღაც იზოლაციაში მოაქცევ ხო ფსიქოლოგიურადაც ამათ უნდა ჩველა ანკვეთებულის ლოცვები უნდა უკითხო მაგრამ ამას სრული მე ამას არანაირად აი როგორ გითხრათ ირონიულად არ ვამბობ რეალურად ვამბობ თენგო თუმცა მართლა სატირალია უფრო სწორად სასაცილო სატირა რომ არ იყოს ან არის მეორე იზოლირება საზოგადოებისგან თუ კი რაიმე მსგავს დანაშაულს ჩაიდენენ იმიტომ რომ ეგენი მივლენ ღმერთმა არქნას თვითკვლელობამდე მივიდეს ბევრი ალბათ იმიტომ რომ ბოლო-ბოლო რო აღმოაჩენენ რომ არაფერი უბრალოდ ჩიხში არიან აი ესენია რას გააკეთებენ კაცმა არის მეტი რა უნდა მოხდეს რომ იმდენად ცოტანი არიან თენგო ამათი სათითაოდ მეთვალყურეობაზე თუ რავი რაც კიდე დავარქვათ აყვანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ხელისუფლებისთვის ეხლა რაც შეეხება იმ ძალას რომელ ამათ უკან ვინც წამქეზებლების ჯაფარიძეების და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებდეს არმია დიდია ამათი უნდა მოხდეს რაც ბიძინა ივანიშვილი შეპირდა ქართულ ხალხს გასამართლება და ეს პროცესი დარწმუნებულია დაწყებულია წინაპირობა იყო ეს 59 დეპუტატის გამოძევება პირდაპირ თქვათ და დავარქვათ სახელი ასე ვთქვათ პარლამენტთან თუმცა საუბარი რითიც დავიწყეთ, ბევრი არაფერი გარკვეულა ჯერ საგარეო ვექტორებზე და ამიტომ მიდის წინ ოღონდ ძალიან ნელ-ნელა, ფრთხილად და იცით რა ზედმეტად ფრთხილადაც მე ტერმინოლოგიას მაგიტო შევეხ, მაგრამ სიფრთხილე კაია ოღონდ ზედმეტი სიფრთხილე არ დაგვაგვიანდეს, სულ ვაგვიანებთ სადღაც და ამიტომ უნდა ავყვეთ იმ პროცესებს, თორემ ეხლა აი ერთი იმით შევეხები ტრამპს, რა ვიცი ეხლა მე პირადად შევღმერთ მაგნას მეშლებოდეს, მაგრამ ნამდვილად არ მგონია ეხლა ტრამპი იყოს რაღაც ტრადიციონალისტი, რაღაცა კონსერვატიული აზროვნების და ბაიდენია მაინც ლიბერალი და LGBTQ+ რაღაცა დღის წესის შემდეგ. ჩვეულებრივი მსგავსი ადამიანია ტრამპიც. იცით როგორ აი თანამედროვე ცივილიზაციური ლიბერალიზმის რაღაცა კვინტესენცია, მეხუთე ელემენტია ტრამპი, რომელიც ამ ყველაფრისგან არც კონსერვატორია, არც იმპერიალისტი, მე ბევრჯერ ვთქვი, რომ იმპერიალისტი არის თავისი შინაარსით იმპერიალისტი, მაგრამ აი შეიძლება ითქვას, რომ არც იმპერიალისტი არ არის, არც ლიბერალი არ არის, მაგრამ თუ
თუ ყველანაირი შინაგანი იმით აი სინთეზი რომ მოვახდეს აი ლიბერალ კაპიტალისტი აი რაღაცა შეუძლია რომ იყოს თუ დაჭირდება ბიზნესმენი ადამიანია სადაც შეიძლება რომ ფული გაკეთდეს ძალიან ჭკვიანი ადამიანი და აკეთებს ფულს სადაც შეუძლია რომ ანუ ცივი გონებით უყურებს ყველაფერს და თვლის ყველაფერს ფულით და შეუძლებელია ადამიანი რომელიც ყველაფერს ყიდვას აპირებს ფულით გრენლანდიიდან დაწყებული დამთავრებული პალესტინელების იმ რელიგიურ გზნობებზე თამაშით და ვითომ იქ მართლა ისა ევრორემონტიანი ბინები აწუხებდეთ პალესტინელებს და სხვა არაფერი და კაზინოები და აუზიანი სასახლეები ჭირდებათ ის ანუ ხვდებით რას ვამბობ ანუ ადამიანი რომელიც ფულით ზომავს ყველაფერს შეუძლებელია ის იყოს შენი ქვეყნისზე მადარდებელი ადამიანი აი ეს ჩვენ ახლა წეღანი გადაკეტვის იმ USAID-ზე და იმაზე რომ ვილაპარაკეთ და არაერთხელ თქვა ბევრმა მეც მithქვამს ვამბობ ეს არის ჩვეულებრივი კრახი ამერიკის შეერთებული შტატების ეს მარტო არც დემოკრატების კრახი არის და არც რესპუბლიკელების ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის კრახია ამდენი საუკუნოვანი იმის მართლობის და ამასაც არ ანუ ამ კრახის ზედაპირზე ამოტანასაც არ მოელო და პრაგმატულად შეხედა ყველაფერს აქ ამდენი იშოვა იქამდენი იმის გაუქმებით აქ მეტი დამრჩება და რა ილონ მასკი ყავს შეშვებული ახლა ის თავის 25 კაციანი ჰაკერული ჯგუფებით და დღე არ გავა მილიონი მილიარდი რამე თანხები არ ამოყავს გააუქმა CIA-ა თუ რა ვიცი რა ხო ოღონდ უყურეთ კი არ გააუქმა გააჩერა და აი გლობალური პროცესების ამერიკაში და მე ვფიქრობ ეს იქნება საბოლოო პროცესი რაღაცა ჩამოყალიბდება ღმერთმა არქნესმა რელიგიურადაც რომ შევხედოთ შეიძლება მეოთხე მხედარი აპოკალიფსისაც ეს სიტუაცია არის მე ესე ვფიქრობ და რაღაცა აი ეს სოფლიო მართლობის მზადება მიდის აქ და აქ ჩვენ ძალიან უძლურები ვართ ამ პროცესებში რამე ასე ვთქვა ჩვენი წვლილი შევიტანოთ გინდაც დადებითი ამიტომ ერთადერთი ჩვენი ხელისუფლების და ქართველი ხალხის საფიქრალი არის ის რომ კიდევ ერთხელ უბრუნდები იქ იმ ორბიტაზე სადაც ადრე თუ გვიან მაინც აღმოჩნდებით აი როგორც ზელენსკი მიხვდნავა მაგრამ მაინც იმ ორბიტაზე ძალიან ცუდად დაასრულა იმ ორბიტაზე უკვე მოხდა და მაგაზე ორი აზრი არ არსებობს ძალიან ცუდად არ დავასრულოთ ჩვენც და სხვა ორბიტა ისეთ ორბიტაზე არ აღმოჩნდეთ რომელზეც აქედანვე ვიცით რომ აღმოჩნდებით ცუდად არ აღმოჩნდეთ ამიტომ გეთახმებით აი ტრამპთან დაკავშირებით მეც უბრალოდ მინდოდა მეთქვა აი ყველა იმ ადამიანს მინდა მიმართო პროდასავლელები რა თქმა უნდა ბოჭა ის იმად გაწყვეტინებ თენგო რა თქმა უნდა დღეს რასაც ტრამპი აკეთებს ცალსახად არის სიკეთე საქართველოსთვისაც მსოფლიოსთვისაც ოღონდ აი უყურეთ როგორ რაღაც არის როცა სააკაშვილის ხელისუფლება მოვიდა სააკაშვილი დაერია კორუმპირებულებს იქ ალბათ პოლიციის თანამშრომლებს ბევრს იმას ბიზნესმენებს რა მართლა ბევრი ვინც კი მაშინ სააკაშვილის დროს დაიჭირეს უმრავლესობა იყო კორუმპირებული მილიონერები იყვნენ და ასე შემსად ამ გაჭირებული მაშინ როცა პურის რიგში კვირაობით ვიდექი და რიგი რომ მოგიწევდა ხანდახან იმ პურის ფულიც არ აქვს ხოლმე და ამ დროს შენ იყვნენ რა თქმა უნდა მაგრამ მე რა გააკეთა კი და ხტავს უკრავდით როცა ამ ხალხს იჭერდა მე მიადგა იმას თვითონ გახდა ისეთი და ეს სიტუაცია გამოიყენა სათავის დღეს ტრამპის მოქმედება ნებისმიერი ამ USAID-თან დაკავშირებით იქნება სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებით იქნება სადაზვერო სამსახურებთან თუ ნებისმიერ განათლებას რა ცალსახად არის სიკეთე ოღონდ მე ვაგრძელებ ახლა მას საუბარს და ვამბობ რომ მისი ნდობა იმ დონეზე რომ ტრამპი გვიშველის და აქ თავის ყველაფერი დალაგდება არის ისეთი აბსურდი როგორც ახლა მე ვარ რა მოზამბიკელი ტოლვილი არაფერს არ ვერჩი მოზამბიკელებს ისე ზოგადად გეთახმებით და სავსებით ესე არის საერთოდ უკონტროლო ძალაუფლება მით უმეტეს ამერიკის სოფლიოში რომ პირველი პირი ხარ თან ადამიანი ახლა აქვს აშკარად ამ ადამიანს ამბიცია რომ სოფლიო ახალი წესრიგი ეს პირადად პერსონალურად მასზე გადის მას არ ჭირდება ამისთვის არანაირი რაღაც მაგალითად საერთაშორისო ინსტიტუტის გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიიდან მაგალითად უამრავ ნუ ჯანდაცვის კიდან ორგანიზაციიდან გამოსვლა ვთქვით და ის ყოველთვის უსვამს ხაზს თავისი მოქმედებებით რომ მას არ ჭირდება არანაირი საერთაშორისო ინსტიტუტი თუ საერთაშორისო სამართალი ის არის პერსონალურად ის წვეთს როგორი უნდა იყოს მსოფლიო და ეგ ძალიან საშიში ტენდენცია აი პალესტინასთან დაკავშირებით არ შეიძლება რომ ამაზე არ გავაკეთოთ კომენტარი მე ყველა იმ ადამიანის აზრი მაინტერესებს კაცო რომლებიც აქამდე გვამონათებდნენ ჩვენ რომ როგორ რუსეთს როგორ უჭერ კაცო მხარს და ჯერ ერთი რუსეთის მხარდაჭერა იმით გამოიხატებოდა ჩვენ რო ვამბობთ რომ რუსეთი
როგორიც არის ისეთი რო არის, იმიტომ გჭირდება მასთან ლაპარაკი და დიპლომატია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ნუ კაი ჯანდაბას მე მეძახდნენ და ჩვენ გვეძახდნენ პრორუსებს იმის გამო, რომ როგორ არ აღვშფოთდით, როგორ ესე იგი სული არ გვეწვის, რომ როგორ ბედავს რუსეთის ზღვის ტერიტორიაზე შეჭრას და ამ დროს ყველა გასუსულია, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი იძახის, რომ 2 მილიონი ადამიანი თავისი მიწიდან უნდა გადავასახლო რაუფლებით. ამ დროს და მე უნდა ავიღო იმისაზე კონტროლი. აი რა იურიდიული, რა სამართლებრივი უფლება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ეს გააკეთოს. გეგონება იმ როგორი ლოზუნგით მოვიდა თენგო მორწმუნე მის ინაუგურაციის დღესვე იქ ეკლესიაში მივიდა წირვას დაესწრო რაღაცა მნიშვნელობა არ აქვს ამ წუთში ახლა ეს ევანგელისტია თუ რაც არის როგორც არის რელიგიურ ადამიანად წარმოგვიდგა ადამიანი და ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე ისტორიულად რელიგიურად დატვირთულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს რომლებიც მართლა წეღან მამუკამ თქვა წინა გადაცემაში რომ ავტომატებით იბადებიან და უკვე ესე ჩამოყალიბდნენ რომ მთელი ცხოვრება უწევთ თავიანთი ამ რელიგიური გრძნობებისა და იმ საყვარელი მათთვის მიწის დაცვა ხო იმას ეუბნები რომ ეხლა ცოტა ხანი გადით გვერდზეო მე აქ რაღაც მაგარიმებს ხვდებით ხო რაღაცა ანუ არანაირად მაგრამ აქ რა არის მეორე მხარე მე ჩავიდა იორდანიის მეფე და მე თქვა რომ გაუსახლებლად გავაკეთებთ იორდანის მეფემ თქვა მაგრამ როგორც ჩანს ტრამპთან შეთანხმებით ვაკეთებთ ანუ უყურეთ როგორი რაღაცა შეიძლება სულაც არ ფიქრობდა პალესტინელების იქიდან გასახლებას იმდენად არ მომირდება იმდენად ბიზნესმენი ადამიანია იმდენად ნახე ახლა ცუდ კონტექსტში რატო მაგას მე სხვაზეც გადმო იმდენად ბიზნესმენი შეიძლება ამაში ამ განცხადებაში რაღაც დიდი მოგება ნახა ფინანსური პირდაპირ ვამბობ შეიძლება ვიღაცეებისგან რაღაცები წახალისებული იყო ვიღაცის გზნობები არაფერი არაბული სამყარო დააშანტაჟა და მიიღო მე მათგან რაღაცა ან პირიქით ვისაც გონია რომ მათ გვერდით არის მაგალითად ამ შემთხვევაში ისრაელს გულისხმობდა რაღაცა თან რაღაცა გაქვითა არ ვიცი ეხლა ბიზნესმენი მე არ მინდა ვინმე გაიგოს ცუდად რომ რაღაც ცუდი კუთხით ვაკეთებ ამას ბიზნესმენი ეხლა უყურეთ როგორ აი რელიგიური რაღაცა და შედარება გავაკეთო არანაირი მანდ რელიგიურობის არ ჩანს მაგალითად ბიზნესმენი არის არ მინდა ქებაში შემოვიდეთ ყველაზე საუკეთესო მაგალითია დღეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და მისი დახარჯული და რეალურად დახარჯული ქველმოქმედებაში თანხები რომ დავითვალოთ ნამდვილად იფიქრებ რომ კიდე რა დარჩა ამ კაცო ანუ მე ესეთ ბიზნესმენებზე არ ვლაპარაკობ მე ვლაპარაკობ ბიზნეს მე ხა ტრამპის ქველმოქმედებაზე ვინმე დადოს ერთი ამ სადააშენა ტაძარი ან რა არ ვიცი მე არ მსმენია ხო თუ აქვს გაკეთებული ერთმა გამოში მე არ მსმენია და ის რაც აკვე ახლა ელემენტარულად მარტო ის ივანე ზოსიმეს ხელნაწერის თემა აი მსგავსი თემა ვინმე მანახავს რომ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარი ფულით იყიდა და არ არსებობს ეგეთი რაღაცა მის დაფინანსებასაც კი უყურეთ როცა ჩვენ ხალხს უსვამთ აი ლიბერალია ის არის მისი დაფინანსება და მილიონები ანუ ინაუგურაციაც კი სხვას გადაახდევინა თავისი ესეთი წესია და მისი დაფინანსებლების ახლა სახელი და გვარები ძირითადი დაფინანსებლები არა ლიბერალები წარე ლიბერალები კაზინოებისა და ასე ვთქვათ სხვადასხვა იმის ფლობელები ბიზნესების ხო რომლებიც არიან აი ბოლო დონის მძაფრი ლიბერალები და შეუძლებელია კიდევ ერთხელ ვამბობ ცალსახად ტრამპის გადადგმული ნაბიჯები ამ მისი ინაუგურაციიდან დღემდე არის ცალსახად სიკეთე ოღონდ ჩვენ მაგან თრობაში არ უნდა შეგვიყვანოს ბჭყალებში და რაღაცა იმაში ემოციებში არ უნდა შევიდეთ რაღაც ჩვენ ეს და როცა ვამბობთ ხელისუფლებამ ერთი ნაბიჯით უკან არ უნდა იაროს ეხლა უნდა აყვეს სანამ დრო არის ტრამპს ამ ამბავს რომ მე რო გამკაცრდება ის ადამიანი და მოიცლის ჩვენთვისაც და რაღაცა ჩამოჯდება მე შეიძლება ძალზე რთული იყოს მასთან რა იმეს დალაგება და ასე შემდეგ. კი ბატონო, დღეს ვაჩორის სტაჟიანი აგენტი არის ჩემს თვალში დიმიტრი შაშკინი, მის ინტერვიუს ვეცნობოდი. მეორე საკითხი არის, რამდენად ხა მის მოსაზრებებს გაიზიარებ, მაგრამ ინფორმაციის მიღების კუთხით მე ვფიქრობ, რომ საინტერესო წყაროა. იმ ბუდის აზრს გაიგებ, სადაც ეგ ზის ახლა. მისი ინფორმაცია იყო
ინტერვიუში როგორც საუბრობს, რომ დაახლოებით 2 კვირაში შედგება ტრამპის ოვალურ კაბინეტში სტრატეგიული შეხვედრა საქართველოს თემაზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, აი ზოგადად რა მიდგომა აქვს საქართველოსთან მიმართებაში, რას აპირებს, რას არ აპირებს. ეს გადაწყდებაო 2 კვირაში უნდა გაიმართოს მსგავსი ტიპის მსჯელობაო, ასე თქვა დიმიტრი შაშკინმა და ვნახოთ, საინტერესო იქნება დაველოდოთ ამ პროცესებს. ერთი რამ ცხადია, რომ ტრამპისთვის ყოველ შემთხვევაში აქამდე კავკასია როგორც ჩანს არ არის ხა პრიორიტეტების ალბათ არა თუ პირველ ათეულში, არც მეორე ათეულში, იმიტომ რომ ჯერ არც ერთი განცხადება ამ მიმართულებით მისი მხრიდან გაკეთებული არ გვინახავს. მისთვის სხვა პრიორიტეტებია აშკარად მსოფლიოში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა რა თქმა უნდა რა პოზიციები ექნება. თუმცა აი ერთი რამ რაც არის ეს სრულიად ახალი ნიუსია დღევანდელი შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, რომელიც ამჟამად იმყოფება ევროპაში, რამშტაინის ფორმატში მონაწილეობს. მისი განცხადება უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია. სრული სისულელია და ვერც ნატოში ვერ მივიღებთ. და ვერც ნატოში ვერ მივიღებთო. ხო უნდა იყოს ეს პასუხი, გიორგი, თქვენი აზრით, მათ შორის აი ქართული პროდას თუ საუბარი არის რომ უკრაინა რომელმაც ამხელა მსხვერპლი გაიღო, ამხელა ნგრევა გაიღო ამისთვის, რომელსაც პირდებოდნენ დახმარებას მანამ სანამ საჭიროა. ამ სიტყვებს ეუბნებოდნენ ყოველთვის რომ თქვენ დაგეხმარებით მანამ სანამ საჭიროა. თავისი აი ამ უდიდესი ომის 3 წლის თავზე დღეს არის ასეთ მდგომარეობაში, რომ თურმე ვერც იმ საზღვრებში აღდგებით, რაც გქონდათ, ვერც ნატოში ვერ მიგიღებთ, რისი იმედიც ამდენი ხანი ქონდა და ვერც დახმარებას ვეღარ გაგიწევთ თურმე უფასოდ. და ამისათვის უკრაინამ 500 მილიარდი საკუთარი წიაღისეულით უნდა გადაიხადოს. ეს არის ტრამპის შეთავაზება ყოველ შემთხვევაში, რასაც ის ხმამაღლა საუბრობს. აი ისევ იმ კითხვას არ ვიცი უნდა უტრიალოთ რომ რაღა უნდა მოხდეს ისეთი ამ სოფლიოში და ამ ქვეყანაში რომ ამ ხალხმა ამ ჩვენმა პროდასავლელებმა დაინახო რამხელა ილუზიებს მიყვება ეს ქვეყანა მთელი 30 წელია დონალდ ტრამპი იძახის ამას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინის მაგალითზე და ხო იგივე ხო გასაგებია რომ საქართველოს არ დაარჩენებია ახლა ჩვენ მაგის ბიზნესმენობას უსვამდი საქმოსნობას მოდი ესე ვთქვათ უსვამდით ხას და ჩვენ გვახსოვს როცა თქვა რომ ერთ დღეში დაასრულებდა უკრაინისა და ეს ხო მაგრამ ეგ ჩვენ ყველამ ვიცით რომ იმ დონის თან მithumetes რომელიც ერთხელ უკვე იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მეორეჯერ მოდის ხო და იმან ჰაერზე არაფერი არ თქვა ეს იყო პოპულისტური რაღაც რეკლამა გაიკეთა წინა საარჩევნო დასშემეთ ძალიან კარგად იცოდა ერთ დღეში კი არა თუ რუსეთი არ გადაწყვეტავს მან რაიმეს დასრულებას საერთოდ ვერ დაასრულებს იმიტომ რომ იმ კონფრონტაციაშიც ვერ შევა იმაზე მეც ვერაფერს ვერ დაუშავებენ რუსეთს რაც უკვე დაუშავეს სანქციებიდან დაწყებული დამთავრებულია იმ უკრაინის შეიარაღებითა და ფინანსებითა და რავი 100 მილიარდი ზიზღის დათესვით რასაც ამიწერია რუსი ხალხის მიმართ მანდაც ახლა აი რა უნდა შესთავაზოს რუსეთს ახლა მაგალითად იმ თავდაცვის მინისტრმა რო თქვა 2014 წლის ვარგლებში ეს რბილად ნათქვამია ერთადერთი რისი შეთავაზებაც ტრამპ შეუძლია პუტინისთვის არის პუტინის დღის წესრიგს აყვეს და გაფორმდეს არ ვიცი მე სიტყვებით როგორ ლამაზად გააფორმება მაგრამ გაფორმდეს უკრაინის სრული მოდი წაგება დავარქვათ განადგურებას არ დავარქვი იმიტომ რომ ფაქტიურად სანახევროდ უკვე განადგურებულია და შემდეგ კიდე ამ დღეებში რა განხორციელება არ ვიცით და რუსეთის სრული გამარჯვება ამ შემთხვევაში ნუ პუტინის ხელმძღვანელობით სხვანაირად ვერაფერს რა უნდა შესთავაზოს ჩვენ ხო ვიცით რომ უკრაინის წაგებით არც ამერიკის შეერთებული შტატები არ დამთავრდება შეიძლება რაიმე ზიანი მიადგეს არც ევროპა არ დამთავრდება შეიძლება დასუსტდეს და ზიანი მიადგეს და დაშლამდეა მისული და აი ევროპის ქვეყნებს გულისხმობ ამ შემთხვევაში და არა კავშირს და ბევრი სხვა მაგრამ რუსეთმა რო წააგოს ეხლა მე უკრაინას არ გულისხმობ იმიტომ რომ თვითონ პროქსია და უკრაინის ხელით ომობენ რუსებთან რუსეთის წაგება ეს არის შეუძლებელი ვერ წააგებს აი რომ მოინდომოს აი ძალიან რომ მოინდომოს პუტინმა და მისმა გარემოცვამ რაღაცნაირად წაგება გავაფორმოთ ან შეუძლებელი ეგეთ რამ ბუნებაში არ ან უნდა განადგურდეს რუსეთის სრულად ან ვიღაცა უნდა გაანადგუროს სხვა მესამე ვარიანტი აქ არ არსებობს შესაბამისად ტრამპი მას ვერაფერს ვერ შესთავაზებს ერთადერთი ტრამპი ითამაშებს იმ თამაშს რომ რატომღაც ჩავაცივდი მის ბიზნესში ბჭყალებში ამ სამთავრობო ბიზნესში ხელი არ შეეშალოს და
რაღაცნაირად სუფთაც გამოვიდეს. ხო, მაგრამ აქ არის ისიც, რომ ტრამპს ახასიათებს, რასაც ჩვენ ხედავთ, აი შუბლზე რევოლვერის მიდების პოლიტიკა, ხო? იგივე გააკეთა პანამაში, იგივე საკეთებს კანადაში, დანიაში. პანამაში კი ბატონო, მანდაც ბიზნესზე იყო ლაპარაკი. ჩვენ ხო ხედავთ რა. შუბლზე მიიღო პირდაპირ რევოლვერი გააკეთა. კი ბატონო, მაგრამ ნახე, თავიდან ისე თქვა, მე ფულის შესთავაზა, მე მოგისყრე. ანუ მაგითაც იმდენი რამე, ახლა მე ტარიფები შემოიღო, ხო, ჩვენ ხო ვიცით. ყველაფერი არის ფულზე. იქ. ანუ სხვა რაიმე ის როგორ გითხრათ, ფულზე და იმპერიალისტური გრძნობების დაკმაყოფილებაზე. მაგას პუტინთან ეგ არ გაუღო. რუსეთი არ არის პანამა. რუსეთთან მიმართებაში ეს ჯერ არავის გასვლა და არც არავის გაუვა, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში და თუ ვინმეს გაუვა იმ აი საბჭოთა კავშირი დაიშალა მაშინ მთელი დასავლური თავები მუშაობდნენ იმაზე, რომ რა კავშირი შეექმნათ ისეთი, რომ ეს დაშლილ მდგომარეობაში რაღაც ერთიან კავშირი მოიქცევა. იმხელა ნახევარი დედამიწა არის, ხო, საბჭოთა კავშირი და ყოფილი საბჭოთა სივრცე. რუსეთის, ხო, მithumetes ამხელა დიდი ქვეყანა. ამის დაშლა ესე იმხელა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს, რომ ზედ მიყვეს შეერთებული შტატების და სხვა ყველაფერი დანარჩენთ. ამიტომ სურვილიც არ მგონია, რომ მე ძალიან დიდი დღეს ახლა ტრამპს რისი სურვილიც აქვს და მისი საქმოსნობიდან გამომდინარე ვამბობ ამასაც და ვისიც ეშინია ეს არის ჩინეთი. ეკონომიკური განვითარება ფაქტიურად გაუსწორდა, ხო? 17 ტრილიონი აქვს ორივეს ისა. კი ბატონო, და ბევრი პარამეტრი ჩინეთი და წინ მიდის ეს რაც ახლა მოდაში ხელოვნური ინტელექტით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჩვენ ნახეთ ახლა საფონდო ბიუჯეტი ჩამოშლა და რამდენი ასეული მილიარდი ზარალი მიიღო და ანუ აი ვისი ეშინია. შეიარაღების, ანუ არის რაღაცა ზღვარი იმ ზღვარს იქით ახლა შენ 70 კობინის შემდეგ ახლა 500 კობინი გექნება თუ 5000 კობინი 70 კობინითაც იმას აკეთებ ანუ შეიარაღების მხრივ ამერიკას არავისი არ ეშინია ისევე როგორც არც რუსეთს არ ეშინია ერთ-ერთი მას რის ეშინია ეს ეკონომიკური წინსვლა სხვადასხვა ქვეყნების და ყველანაირად შეეცდება მსგავსი ქვეყანა რომელიც მასთან კონკურენციაში შემოვა მაგალითად ევროპა იმიტომ თავიდანვე ბაიდენის და ამ კუთხით ბაიდენის და ტრამპის ერთნაირი მოთამაშეები არიან მთლიანად ჩახლიწეს მაპატიეთ ამ გამოთქმაზე და ჩააჩოჩეს ევროპა და ხდება ახლა ჩინეთთან დაპირისპირება რაღაცა ევროპას პრაქტიკულად აღარანაირი გავლენა არ აქვს მათ შორის საკუთარ კონტინენტზე მიმდინარე პროცესებში აი ეს არ ვიცი მართლა არის ალბათ დასავლური ცივილიზაციის დაისიო სადღაც ასე მოიხსენიებენ ევროპული ცივილიზაციის დაისი და მართლა არ მახსენდება ახლა მსოფლიო ისტორიაში ეპოქა როდესაც ევროპის კონტინენტზე რა იქნება ხვალდაზე ეგ ევროპის ქვეყნები ამას ვეღარ წყვიტავენ და მთლიანად არის დამოკიდებული რაღაც სხვა ძალებზე და ეგ ტრაგედია ახლა ზელენსკიზე რო ავიღოთ აი გამოდის და ესა კურსკის მას გაუცვლი არ ვიცი აი ახლა გინდ ზელენსკი ყოფილა უკრაინის პრეზიდენტი და ზელენსკის პიროვნება, აი როგორ გავლენას ახდენს იცით ზელენსკის პიროვნება ახლა პუტინსა და ტრამპ შორის მოლაპარაკებებში. აი როგორც ახლა მაგალითად ჩვენი გადაცემა გადაწყვეტს უკრაინაში რაიმებიც და იმოქმედებს ან ტრამპზე ან პუტინზე და მეცაც გეტყვით შეიძლება ჩვენ გადაცემას უფრო მეტი ზეგავლენა ჰქონდეს მსგავს მოლაპარაკებებში ვიდრე ზელენსკი ერთადერთი თავსატეხი ეს არის რაღაცნაირად მოტივტივე დარჩეს ამ პოლიტიკ მოჩვენებით მაინც და საკუთარი სიცოცხლე გადაირჩინოს. როგორც კი ეს ჩრდილში მოექცევა საბოლოოდ ზელენსკის მომავალი არის გაუგებარი. ბლენით მოცული. ასე უფრო იმ განცხადებიდან რაც ბოლოს ავიკითხეთ ზელენსკის რაც ჰქონდა რომ თუ გვექნება გარანტია რომ დასავლეთი არ მიგვატოვებს ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებებზე მზად ვარ რომ ეს მან უპასუხა შეკითხვას ჟურნალისტის რომელმაც კითხა რომ თანახმა იქნებოდა თუ არა უკრაინა რომ გაყინულიყო კონფლიქტი ანუ მათ შორის 2014-მდე კი არა 2022-ში დაკარგულ მიწებზეც რო აღარ ექნებოდა პრეტენზია გაიყინოსო აი დღეს შეხების კონტაქტი სადაც არის იმ ხაზთანო ამას უპასუხა რომ ნებისმიერ სცენარზე მზად ვარ ოღონდ უსაფრთხოების გარანტიები მოგცეს დასავლეთმა არ მიგვატოვოსო და მეც დამჭა გარანტია ასეთი აზრი რომ ის როდესაც საუბრობს ამ უსაფრთხოების გარანტიებზე ეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიაზე კი არა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიაზე ლაპარაკობს და მისი ოჯახის წევრი რა თქმა უნდა სხვა პრინციპში აბარა გამოსავალი უნდა ეხლა მინდა წეღან ჩვენ შიდა პროცესებს რო შევეხეთ რატომღაც გამორჩა
გახარიაზე მინდა. აი მონიშნული მქონდა ზუსტად ეხა უნდა მეკითხა გახარიას ამბავი რა. გახარია კი ბატონო. ვინ მოდით ჩამოაყალიბებ შეკითხვას. გახარია აღმოჩნდა პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციურ სპექტრში ერთადერთი ძალა, რომელმაც შეინარჩუნა მანდატები პარლამენტში. უნდა ითქვას, რომ არც ეს არის მუდმივი, დაახლოებით აპრილ-მაისის თვეში მას დაუდგება, როგორც პეტრე ცისკარიშვილს ჰქონდა ესეთი კომენტარი ჭეშმარიტების მომენტი და ესეა ნამდვილად, რომ უკვე ან უნდა შევიდეს მე პარლამენტში და გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა, დაიწყოს საპარლამენტო საქმიანობა, ან ეს პერიოდი მას ტყუილად ექნება ეს მანდატები და არ მიიღებს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას, მაინც გაუქმებენ მერე ამ მანდატებს. ეს მოხდება აპრილ-მაისში. მაგრამ მანამდე მან მოახერხა, რომ დარჩა ასე ვთქვათ პოლიტიკურ სპექტრში როგორც საპარლამენტო პოლიტიკური პარტია, პრინციპში ერთადერთი ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური პარტია და ის მუდმივად ცდილობს, რომ რაღაცა განსხვავებულად წარმოჩინდეს დანარჩენი ოპოზიციური ველისგან. რამდენად აქვს მას ამისი შანსი და პერსპექტივა, რამდენად არსებობს დღეს იმისი მოცემულობა, რომ შეიქმნას რაღაც ახალი ცენტრი, რომელიც შეძლებს და არც ნაცი გახდება, არც კოცი იქნება და რაღაც აი ამ ნიშით მიიპყრობს ყურადღებას, ასე ვთქვათ, იმისი ამომრჩევლის. გახარიას რამდენადაა ამისი შანსი, თორე საბოლოო ჯამში ეგ ეგრე რომ უნდა მოხდეს და ეგეთი პოლიტიკური ჯგუფები გაჩნდნენ ამ ქვეყანაში, რომ არც კოცები და არც ნაცები იქნებიან, ეგ თავისთავად ცხადია, მაგრამ გახარიას როგორ აქვს აქცია? მოკლედ აი თამამად შეიძლება ითქვას, რომ გახარია ეხლა იმ პოლიტიკურ ველზე წარმატებით ოპერირებს. მოდი ესე ვთქვათ, გახარია ვერასდროს ვერ გახდება კოცი, ესე ვთქვათ, მაგრამ ნაცობის იარლიქს როგორ მოიშორებს, მაგი კაცმა არის. ეხლა გახარიას ხელი მოემართა იმ გაგებითაც, რომ ამ ხელისუფლებაში იყო და თითქმის ყველა ну არ ვიცი ახლა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ну რო არ მივყრა ბოლო პრემიერი იყო, ხო სხვა ყველაფერს თავი გამით, ყველა საფეხურიდან იცის შიდა ასე ვთქვათ სამზარეულოც ამ ოცნების და რა თქმა უნდა ნაც მოძრაობის შიდა სამზარეულოც. ეხლა როცა ამან როგორ გითხრათ, ეხლა ერთ-ერთ გადაცემაში წინა დღეს კითხეს, რომ რატო არ ჩდები ოპოზიცია, მე ახლა სელფებს ვერ დავიწყებ დანარჩენ ყველაფერში. ანუ ერთად დგომაშიც კი მათთან ერთად დგომაშიც კი ეს პრობლემას ხედავს და სწორია. იმიტომ რომ თვითონ რუსთავაზე მდგომი ხალხიც კი არაო ჩვენ ნაცები კი არა, ანუ ყველაზე მწარე ნაცებიც კი იძახიან, ჩვენ ნაცები არა ვართ, უბრალოდ ქართული ოცნების ჩამოშორება გვინდა ხელისუფლება, ანუ იქვე როგორც კი კითხავ, რომ ვინ მოდისო და ნუ არ ვიცი ახლა გადატვირთული აპარატივით ეს რო ბაიტები რო აღარ ეტევა და всё იჭედებიან ეგრევე და სხვათა შორის ხაზი გაუსვა გახარიამ იმ გადაცემაში, რომ ხალხსო თურმე ყელში აქვს ამოსული ქართული ოცნება, მაგრამ ნაცების მოსვლის შიშითო ვერანაირ ნაბიჯს ვერ დგამსო. სწორი დასკვნა. უყურე ამით თავის შესთავაზო, რომ მე ვარ ისეთი ნაცი და სხვათა შორის უნდა შევქმნათ ისეთი პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანთა ერთობა, რომელთა გამარჯვებაც არ იქნება დაფუძნებული ვიღაცის განადგურებაზე. დღეს ესე არისო. ნაცები უნდა განადგურდნენ, რომ ოცნება იარსებოს, ან ოცნება უნდა განადგურდეს მომავალში. თორე მანამდე ერთმანეთს ყვებავდნენ, ჩვენ კარგად ნახეთ ეს ხო? ხო და ამიტომ გახარიამ ეს შემოსტა, ეხლა გახარია მიუნხენში მიიწევს უსაფრთხოების სამიტზე, სადაც მისივე განცხადებით 4 საკითხი ჩადის, ეს 2 შიდა საკითხი, სადაც ეს ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება და მეორე საგარეო საკითხები ეს არის ჩამოვრჩით უკრაინას და მოლდოვას რა კარგ დღეში არიან ეს დალოცვლები და ხა ჩემი სიტყვებით ვამბობ უტრირებ და როგორმე ისევ იმათ რიგებში უნდა ჩავდგეთო რამხელა სისულელეს იძახის და უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ ის მთავარი მოთამაშეები რო დაჯდებიან და გადანაწილება წავა უსაფრთხოების ასე ვთქვათ ის არქიტექტურა რო შედგება შემთხვევით ჩვენ იმ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გარეთ არ აღმოჩნდეთ. აი კი წეგან საუბარი დავიწყეთ კარგად ოპერირებს მაგრამ მსგავსი სისულელე ოღონდ უყურე რა მისი ნათქვამი არ არის ეს. სხვას ვერაფერს იტყვის. მაშინ ოცნების ფლანგზე უნდა დადგეს. ოცნების ფლანგზე ვერ დადგება. რო არ დაუძახონ შეკოცო ამის გამო ფლანგზეც ვერ დგება, მაგრამ უყურე ერთადერთი ძაფი რჩება დასავლეთისთვის, ვისთანაც დასავლეთს არ შეერწყება ურთიერთობა და ეს იქნება გახარია. მშვენივრად გამოუვათ ეს ამბავი და
თავიდანვე ნახე როგორ თქვა რატო არტოვებ პარლამენტ ნაცებმა იმიტომ დატოვეს რომ არ ენდობოდნენ რომ შეიძლება ვიღაცა დაევერბოკებინა ჭყალებში ქართულ ოცნებას და მე ვარ გარანტია იმისა რომ ვერავინ ვერ დამავერბოკებს და ეხლა იქაც რომ ჩავა ალბათ შეხვედრები ექნება დაარიგებენ დარწმუნდებიან მის ერთგულებაში არ ვიცი ეხლა რენტგენში გაატარებენ თუ ისედაც მისი ნამოქმედარიდან გამომდინარე ამაზე მეტი რენტგენი რა გინდა ამ ხელისუფლებას რომელმაც მართლა კაცად აქცია უღალატა და ზურგი აქცია და ამ შემთხვევაში ხელისუფლებას მარტო არა ზოგადად ქვეყანას ხო მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ მისი მოქმედებები ჩემი გადასახედიდან ამ ოპოზიციურ ფლანგზე არის ზედმიწევნით სწორად გათვლილი და შედეგზე ორიენტირებული. გეთანხმებით იმ ამბავში რომ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ, არ ვიზიარებთ რა თქმა უნდა, მაგრამ საერთოდ ჩვენ პოლიტიკურ კლასს განსაკუთრებით ეს იგრძნობა ოპოზიციის ფლანგზე, მაგრამ არა მხოლოდ ოპოზიციის ფლანგზე, ხელისუფლებასაც არა აქ ამხრივ. კარგად, ჩემი აზრით და ჩემი შეფასებით, აი პოლიტიკური ჭკუის მქონე ადამიანების დეფიციტი აქვს. კახარიას ამხრივ მიუხედავად იმისა, რომ სხვა შორის გულსწრფელად შემიძლია გავაკრიტიკო კიდეც წარსულში გადადგმული ჩემი აზრით მცდარი ნაბიჯების გამო, როგორც ჩანს ამხრივ რაღაც უპირატესობა მასას მართლა აქვს და დაგეთანხმებით, რომ რაღაც ფორმით კარგად თამაშობს, იმიტომ რომ პირველი რითიც შეგვიძლია გავაკრიტიკოთ, შეიძლება მისი სცენარი ხელისუფლების ყველა მისი ბოლო პერიოდში აი შინაგან საქმეთა სამინისტროს მერე აი პრემიერო გახდა და თქვა იქ ბანკის ხეობის თემები იქ აქ იმაზე კლუბის იმებს რა ერქვა პასიანის ბოდიშის მოხდით ანუ რაღაცნაირად აი განეიტრალებით სპეცსამსახური საბოტაჟნიკი იყო თავიდან ბოლომდე უყურეთ მისი თავის დამკვიდრების პროცესში შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს რომ ნაცების მხარეს დადგა რაღაც მომენტში არ იქნება ეს ესე მას შეიძლება დაჭირდეს რაღაცა რბილი მიდგომები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით რომელიც ნაცების კი არა ოცნების დაზიანება არ იქნება და ეს შეიძლება ვიღაცა მომას მაგრამ არ მაინტერესებსო პირდაპირ თქვა არავის აზრი არ მაინტერესებსო მე ფაქტურად ჩემი სიტყვებით ვიმკვიდრებ თავს ამ იმაზე და მე მგონი წარმატებითაც იმკვიდრებს ნახოთ ეს არის ნიშანი იმისა რომ დანარჩენი ოპოზიციური ფლანგი თუ თვითონაც შეცდომა არ დაუშვა და არ მიყვა თვითონაც დანარჩენი ოპოზიციური ფლანგი ეს ცნობადი სახეები ყელში რო გვაქვს ამოსული და მართლა პირდაპირ მნიშვნელობით რომ არ ვიცი დასრულებულები არიან ნახოთ, საინტერესო იქნება სხვათა შორის არ ვიცი ხა რამდენად საერთოდ ეს სათქმელია, მაგრამ ჩვენ გამოირჩევით ხოლმე გულსრველობით და ვიტყვი მე გულსრველად, რომ აი სრულიად გეთანხმებით და მოყვებით მაგ ლოგიკაში, მათ შორის აი რამდენიმე დღის წინ კახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან გოგიჩაშვილის დაკავებაც ცოტა არ იყოს მომხდა თვალში, როგორც კი დადგა დღის წესრიგში საკითხი, რომ კახარია ხომ არ არის კოცი და ხო არ შეეკრა კოცებს, მაშინვე გამოჩნდა მის პარტიიდან ადამიანი, რომელსაც მიტინგზე დაიჭერდა და მას მე მომიტინგეები კვლავ გმირად გამოაცხადებდნენ ცოტა ქართული ოცნების ძალიან გულწრფელი იყო მაგის რომც თამაშობდნენ მაგის თქმა იყო დამაზიანებელი ქართული ოცნების მაგრამ აღიარეთ მას სხვათა შორის მე მგონი დინარაძემ გააკეთა ეგ განცხადება რომ ისეთი ხალხი გვირეკავდაო აი რო გაშვებას რო ვაპირებთ მინისტრი რო იყო უნდა გაგვეშაო და პრემიერად დაგვანიშნეს ამ წარმოგიდგენიათ აი გინდა deep state დავარქოთ ახლა გინდა ომის არ ვიცი ახლა შეიძლება ბაიდენმა დაურეკა და იმ სიტუაციაში როცა შენ NGO-შნიკებს რომელიც ერთი სული აქვს როდის ხო სახელმწიფოებია და დაასრულონ ქართული სახელმწიფო ხო იმათ ვერ ერევი ახლა დასავლეთიდან მით უმეტეს იმ დონის ზარებს ვერ მოერეოდნენ ხო პირდაპირ თქვეს თავიანთ მინუსს გაუსვეს ხაზი ოღონდ პირდაპირ აი როგორც ახლა ტრამპმა კრახით დაასრულა ამერიკის მაგრამ უნდა გაეკეთებინა ეს აი მათი მინუსი სააშკაროზე გამოიტანა ქართულმა ოცნებამ ოღონდ უნდა ეთქვათ ეს შეუძლებელია ეს ყოფილიყო თამაში და ამის მომსწრები ვართ ახლა უყურეთ როგორ არის კიდე გარდა ამისა ну ვერ გაძღნენ ახლა ლიეტუა, ლატვია ესენი ხო განცხადებებით ჩვენ წინა შევჩენკოს კითხეს კალაძესთან დაკავშირებით და ვაფშე არ ველაპარაკებეს ვინ არის და ამ ბოლო დროს ქართული ხელისუფლება გამოირჩევა ღირსეული პასუხებით მე მინდა ამას მადლობა უთხრა ხო დღეს ის არის განადგურებული უკრაინის ჭირის უფალებ და ჭირის უფლებთან მე იმაში არ შევდივარ. დებატში არ შევალო კახა კალაძე. უკეთეს პასუხს თუ ვინმე მოიფიქრებდა, მე არ ვიცი და ეს მისი სიტყვები თუ არ არის და message box-ი არ იყო საერთო, არ ვიცი. აი ვინც ეგ სიტყვები მოიფიქრა თუ მისია, მადლობა. აი ამაზე ღირსეულ პასუხს ვერავინ გასცემდა ამას. ეხლა იხტუნა უნდა იყონ იქა და გლანძღონ ეხლა იმაში შეპყრობილთა გუნდს ვერ ავყვებით ჩვენ ხო.
ჩვენს ტელეეთერში კი ჩაირთო ინტერაქტივი 0323 100 900 გახლავთ ჩვენი სტუდიის ნომერი. შეგიძლიათ დარეკო და როგორც რეჟისორი მათყობინებს პირველი ზარი უკვე გვაქვს ეთერში. შეგვიძლია შემოვიყვანოთ მაყურებელი. გამარჯობათ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მშვიდობის, ბატონ თენგის ბატონო. საღამომშვიდობის ბატონო. მოგესალმებით. გიორგი. მოგესალმებით. ძალიან დიდი პატივისცემით. აი ესეთი შეკითხვა მაქვს, იცით? ამდელი პარტიებია, ამდელი არა დაწყნარებული, ამდელი კი არა ერთი, არა დაწყნარებული ეს დედაქალაქი, რომელიც დარბის და მოკლედ ისაგავს არიცის სალომეს გულისხმობთ ალბათ. სალომეს კი, აბა ეხლა ნორმალური ადამიანი მორჩა არჩევნები, მორჩა ის და მე მაინც პრეზიდენტი ვარო. კი არა, ნუ პრეზიდენტი ყველა პრეზიდენტია, მაგრამ ეხლა არის არაფუნქციონალური პრეზიდენტია. ესეთი, მაგრამ კაციშვილი არ ლაპარაკობს არც ერთი პარტიის ლიდერი თუ ლიდერი ქვია მაგათ და თუ არა მამლელები და ერის გამყიდველი და სამშობლოს გამყიდველები არც ერთი არ ამბობს იმას, რომ აი ესეთი პროგრამა გვაქვს ეკონომიური და რა უნდა გავაკეთოთ, სად რა უნდა ავაშენოთ, როგორ უნდა დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა საწყალი და საწუდავი. სხვადასხვის მართლ პარტიასაც არ აქვს დაგეგმილი, მე მგონი, როგორ დაასაქმოთ და როგორ ეკონომიურად როგორ დაძლიონ აი ეს ჩვენი ძალიან საშინელი პირობები. იმიტომ რომ არც სოფლის მეურნეობას არ აქვს ესეთი მიმართულება და შეხედულება პარტიის ხელმძღვანელობის მიმართ. ნუ მაგათ რო არ აქვს, მაგენი არიან ერთად-ერთი დაკავებული, რომ დაანგრიონ, მოსპონ და ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ აი ეს რუსულად კაი სიტყვა ესეთი კარმუშკა, რომ აი იმიდან აიღონ კი. ეს ერთი და მეორე კითხვა კიდე ესეთი შეუბატონებო. აი ეს რა ქვია ჟურნალისტი რომელიც ახლა შიმშილობს და ამბობს რომ ისა მაგითი ადვოკატებს რომ მოусმენ გავგიჟდი ანუ ის პოლიციელი თურმე დასაჭერია ვისაც გააწყდა სილა გაულაწუნა სილა და შეაფურთხა და ეს არის გამოსაშევი აი ესეთი კურიოზი სატირელი იქნება სატირელი არა რა ენა ზვალი არა აქვს ბატონო ხო ვიცით ეგ ამბავი და ბატონო არა აქვს მაგრამ ნუ თვალები ხო არ უნდა ამოვიწყაროთ არა და მარტო ენას ხო მაგით ხურებას და მაგის მოსმენა ხო არ შეიძლება არა დიდი მადლობა დიდი მადლობა შეკითხვისთვის ეკონომიკის საკითხები და ბატონმა გაუსვა ხაზი რომ მათ შორის მართველი გუნდისთვისაც ეს არის ჩემი აზრითაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რომ არ არსებობს ქვეყანას არ აქვს ისეთი მკაფიო ყოველ შემთხვევაში საჯაროდ არ არის ეს ყველაფერი ეკონომიკური პოლიტიკა რო ამბობს მაგალითად ჩვენი პრემიერი რომ 2030 წელს საქართველოს მზად ვიქნებით იმისთვის რომ ეკონომიკურად ისე ძლიერი ვიქნებით რომ ევროკავშირში გავწევრიანდებით და კონკურენტუნარიანი ვიქნებით ევროპული სახელმწიფოების საინახდება ეგ ყველაფერი თუ თან დასავლური დახმარების გარეშე მოახერხებთ ამას და რაღაცა ჯადოსნური რეცეპტი თუ აქ ამ ხალხს რა არის ამაში დასამალი რო გითხრან საჯაროდ ნახეთ ენგო როგორ არის ამ პირველ შეკითხვაზე რო გავცეთ სხვათა შორის მეორე შეკითხვასთან არის პირდაპირ კავშირში და ერთმანეთს ხსნიან ეს პირველი და მეორე კავშირი თავიდანვე უნდა ითქვას რომ ზოგადად ახლა ქართული ოცნება იდეოლოგიური პარტია რაღაცა არ არის ისეთ გარდამავალ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა ასე ვთქვათ რომ ლიბერალურ დემოკრატიაში ნელა გადავდივართ ახლა აგერ ეგრეთ წოდებული მე არ ვთვლი რომ კონსერვატორია ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და ხვალდაზე რეალურად იქ აღმოჩნდებით სადაც უნდა ვიყოთ და მისი წვლილი რომ მშვიდობით მივალთ იმ ლიანდაგებზე რასაც ამ რუსულ ორბიტაზე ჩვენ და რუსეთ საქართველოს დიპურტირების აღდგენა ქვია იქ იმედია მათი წვლილი იქნება ძალიან დიდი მშვიდობიან იქ მისასვლელად ეხლა რაც შეეხება ვერ ექნებოდა ვერანაირად იმიტომ რომ ჩვენ ხო ვნახეთ არანაირი წინა საარჩევნო თემა არ იყო ეს იყო ჩვეულებრივი რევოლუცია მაიდანი ეხლა როცა მაიდანს გიწყობენ რევოლუციას გიწყობენ სახელმწიფოება უნდა დაამხონ და აქ ხელისუფლებაც იგულისხმება და ზოგადად საქართველოს სახელმწიფო იქ შენ ეხლა პენსიას მოუმატებ
ილაპარაკებ, ხელფასზე ილაპარაკებ, ქარხნები ვერ ილაპარაკებ მაგაზე, გადართული იყვნენ თლიანად ამ ხროვის განეიტრალებისკენ და მე ეს პირადად ძალიან კარგად მესმის. ეხლა როცა ლაპარაკია გაჭიროებაზე, ნახეთ მაგალითად ეხლა ლომჯარია გამოვიდა და 5-5000-იანი ჯარიმები რო დააკისრეს მათ ის აქტივისტებს, რომლებიც ჩაიდინეს ადმინისტრაციული დანაშაული ხო სასამართლომ, თქვა რომ ისეთ ქვეყანაში, სადაც 1500 ლარია ხელფასი და სოციალური დახმარება შემწეობა 270 ლარიო, 5000 ლარი ეს ძალიან ნუ მოკლედ გაასწორა მიწასთან ხელისუფლება. ოღონდ 5000 ლარია მეტიო თორე 1500-ია ცოტაო და მოუმატეთო იმას არავინ არ ამბობს. მაგალითად გვარამი ავიღოთ ახლა ფიცოს და ორბანს მიმართა, ხო, უნგრეთისა და იმის პრეზიდენტს. რომ ბატონო ფიცო და ბატონო ორბანი თითქოს ჩაცუცქული იყო და ისე საუბრობდა, ეს მართლა არ ვიცი. არ მინდა ახლა ვთქვა, იმიტომ და არ ვიცი ახლა კაცს არ გავს, მოკლედ ამის თქმა მინდა, ხო უბრალოდ არ მომევიდა იმაზე და რისი თქმა მინდა. ფიცო და ორბანო საქართველო არისო მზია ამაღლობელიო, საქართველო არის სალომე ზურაბიშვილიო და თუ სალომე ზურაბიშვილი საქართველო იყო რამდენიმე თვის წინ, რასაც ეძახდა ეგრეთ წოდებულ საქართველოს და სალომეზე, ყველამ კარგად ვის, მაგრამ ნუ ესე შესთავაზა და დგებუაძე და ბესელია იმ პატრულისა და პოლიციის უფროსები თურმე ეგენი საქართველო არ ყოფილან. შეფასებით ფორმაში რო შევიდეთ. შეუძლებ ამათ რაც აინტერესებდათ, იქ ძალიან მშვენი ბატონი, ახლა მე მინდა ამ ბატონს უპასუხო. მათ თვითონ რასაც საქართველოს თვლიან, იქ მშვენივრად ქონდათ საქმე, არც ქარხანა ჭირდებოდათ, არც სამუშაო ადგილები, გრანტებით იყვნენ დასიებულები და აღაშღაჟებული ლოყებით მოძრაობდნენ, ჩაცმულები, ბინებიც ქონდათ, კარგი მანქანებიც და ასე შემდეგ, შორს არ წავალთ და რა თქმა უნდა, ჩემი თქვენი გაჭირება საერთოდ ბოდიში ამ გამოთქვაზე კარგად გამოხატავს, ცალფეხზე ეკიდათ, დღესაც ამას აგრძელებენ, არც საარჩევნო პროგრამაში ვერ ექნებოდათ. ერთადერთი წამოწდა ხაზარაძეს მაინც ბანკირია და მევახშია და 1000 ლარსო თუ 900 ლარს მოგცენ პენსიას, მაგრამ ისიც იმას არაფერი არ წამოსწენია მსგავს თემებზე და ესეც ალბათ ის აბსურდის ის იყო. ასე რომ მათთვის პრიორიტეტი ნახდად არ არის ქართველი ხალხი, ხო და დადექითო ქართველი ხალხისა ფიცოს და ორბანს მიმართ ქართველი ხალხისა და ქართული ქრისტიანული ტრადიციების გვერდზეო. წარმოგიდგენია? გვარამი ამბობს ქრისტიანული, არ ვიცი ხლა, შეპრობილობის უმაღლესი რაღაცთან ხო გაგიხარდება კიდეც ადამიანს, რომ ადამიანი შემცდარია და აქეთ რომ მოbrunდა, მაგრამ თან რომ ვიცით, რომ არან იოტისოდენო გულწრფელობა, ნამუსიც აღარ შერჩათ, რომ ხო ყველა ვიცით, რომ აღარ გულწრფელი და ხმამაღლა მაინც ნულაპარაკობ და ნუ ნახე შეპრობილობის ხარისხი უყურე. ეგრევე როგორც კი ტრამპა იუსაიდს შეეხო და ამათ ფინანსები გადაიკეტა, ხო? არ აინტერესებს ლიბი ფული მიიღო. და დარწმუნებული ეხლა მიდის ძიება, არ ვიცი, ეხლა ჩვენზე მალე ჩავლენ რუსეთში ალბათ და იქ იპოვიან. ან ჯერ კიდე ძებნის პროცესში არის. ეგრევე გამოვიდა დარჩიაშვილი და დედით აგინა ილონ მასკს, ეგრევე გამოვიდა თამთამი ქელაძე და ნეოფაშისტი და საშიში და მიწასთან გაასწორეს. ანუ მაგათი ღმერთი არის ფული და ფულს ვინც შეეხება იმის იქით ძალიან მაგარი იყო ლევან ლორკიფანიძის ამბავი, ჩემ ხელა ბიჭია კაცო და ღმერთმა გამარჯოს თავის ამბავში ცუდად ავიჯა, მართლა უბრალოდ სასაცილო იყო და იმიტომ ამბობ ტრამპის გვერდზე დაუწერა, რომ დონალდ ტრამპს არ მოგცემთ უფლებას რომ დაღუპოთ დედამიწა ლევან ლორკიფანიძე უწერს დონალდ ტრამპს და ილონ მასკს. ეს არის ხო, არ ვიცი, რაღაცა მართლა ცოტა ახო უნდა კონდეს, რომ თქვენ ხართო პრობლემაო და დედამიწის განადგურების უფლებას არ აძლევს ლევან ლორკიფანიძე დონალდ ტრამპს. უსულო წარმატებას ლევან ლორკიფანიძე. კი, და დაგვირეკოს პატარას ჩვენ წავეშველებით მე. ის რელიგიის დონეზე, მაგალითად ქრისტიანი ადამიანისთვის სადაც ქრისტე შეიძლება არ იყოს, იქ თავდება ყველაფერი. მე შეიძლება ცოლშვილზეც ვარ ითქვა, თორე განათუ სხვა რამეებზე. როცა ასე დგება საკითხი, ხო, როცა სულის ცხონება და ზოგადად ქრისტიანობა რაღაცა და ეხლა როცა მაგათვის ღმერთი ფულია, მამონა, ხო? გადაუკეტა, ეხლა ბაიდენს რო გადაეკეტა, ბაიდენს დაუწყებდნენ, ანუ ფული ვიღაცა მააჭამოს და მნიშვნელობა არ აქვს ვისი იქნება ეს ფული რა. სავსებით გეთანხმებით და მათ შორის იმ ნაწილშიც რომ შეიძლება ჩვენ ჩაგვას რომ რუსეთში რო თქვით,
უტრირებულად შეიძლება ეგ უტრირებულად ნათქვამი. ნუ დიდი ხანია ხოშტარიამ ლიაკამ ჩავგასწრო და ვიღაცეებმა და კი ბატონო და ეხა თბილისი პატარაა და ძალიან კარგად ვიცი ყველამ ვინ ვის რაკეტებს და აქ რო იგინებიან და ილანძღებიან და მე რაღაცა მესამე ქვეყნების გავლით რომ მიფრინავენ ხოლმე რუსეთში რო აქ პასპორტში არ დაუფიქსირდეთ რომ რუსეთი არიან გაფრენებული. ზარი გვაქვს ეთერში და მოდი შემოვიყვანოთ მაყურებელი ნუალოდინებთ. გამარჯობათ გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობათ გენეცვალე. გამარჯობათ. ერთი კითხვა მაქვს. დიახ გისმენთ. თუმცა ეს შეუძლებელად მიმაჩნია, მაგრამ რა ვისახავთ? აი ეხლა რო ხელახალი არჩევნები ჩაატაროს მთავრობა. ანუ საქართველოში რო ჩატარდეს. ქართული ოცნება ვერ გაიმარჯვებს. კი ბატონო, საინტერესო კითხვაა. უპასუხო? კი ბატონო. პირველ რიგში, ეხლა თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რასაც ოპოზიცია ამბობს, რომ ხელახალი არჩევნები ტერმინოლოგიას უნდა დავაკვირდეთ, შეიძლება ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს და ჩატარებულა ზოგადად სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოს შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ რასაც ოპოზიცია გულისხმობს ხელახალ არჩევნებში, რახან თქვენ ხელახალს ამბობთ. იგულისხმება საარჩევნო გარემოს, როცა ამბობენ, თვითონ უნდა ჩაატარონ ეს არჩევნები და მათ მიერ ჩატარებული არჩევნები ბაიდენის შემთხვევაში ვნახეთ, როგორ სუფთადაც ატარებენ და რაც მოხდება, მაგრამ რეალურად თუ ჩატარდება არჩევნები და იგივე პოლიტიკური ძალები მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას, გულისხმობ ახლა ამ 4 პარტიას და ქართულ ოცნებას, შანსი იმისა, რომ რაც აიღო ოპოზიციურმა ძალებმა, კვლავ აიღონ არის 0. პირიქით, იმის მეასეცაც ვერ აიღებენ და ფაქტიურად ამ არჩევნებითაც დასრულებადი ხდებიან ისინი. თუმცა აქ მოთხოვნა რაშია? მათ როგორც უნდათ არჩევნების ჩატარება, მაგას ოცნებამ რომც გადაწყვიტოს ქართველი ხალხი ადგება ფეხზე. ასე არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. ხოლო როგორც ვამბობ, რომ შანსი არ აქვს არჩევნების, მაგრამ იმ არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ესეთი არჩევნები უკვე ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ თუ სადმე გაყავდა მათ პროცენტებში, ამდენს ვერ აიღებდნენ. ელემენტარულად ამდენი მომხრე მათ არ ყავთ, თორე რუსთაველზე ყოველდღიურ ვადენთვას რამდენი ადამიანი ყავთ, მილიონებს ხარჯავენ და რავი, ახლა 1000 კაცი ვერ გამოყავთ და ვინ მიცა ამ დალუცულებს ხმა ამდენი ვერ ვარ. თუ ხო და იმის თქმა მინდოდა რომ ორი ვარიანტია მათ მიერ ჩატარებული არჩევნები გასაგებია რაც იქნება ეს არ იქნება არჩევნები თუ რეალურ არჩევნებში მათი შანსი არის 0 თუ იგივე კონფიგურაციით იქნება მათ ჩატარებული არჩევნები გასნიშნავ შეგიძლიათ ნახოთ რუმინეთის მაგალითზე სადაც ძალიან მოინდომა რუმინელმა ხალხმა და გაამარჯვებინა მათთვის სასურველ კანდიდატს და უბრალოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უთხრა რომ თქვენი არჩევანი მე არ მაინტერესებს ერთი ამის დამატება შემიძლია რომ კონფიგურაცია თუ შეიცვლება აი ეროვნული ძალები მეტი წარმოდგენილი თუ იქნება ამ პოლიტიკურ ველზე, ხო, ამ არჩევნებში და რაღაცა რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიცვლება არჩევნებში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, იგივე არჩევნებს თუ გულისხმობთ, იგივე დოზით, იგივე კონფიგურაციით, ოცნებას აქვს განუსაზღვრელად მაღალი შანსი და ამათ აქვს 0 ნაცებს. ისევ ზარია ეთერში შემოვიყვანოთ მაყურებელი, გამარჯობათ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ, შეგიძლიათ ისაუბროთ. ალო. მოგესალმებით. დიახ. მადლობა რომ გვირეკავთ გისმენთ. ეს პარტიისანი შემოთენგო. მადლობა. ქოსიმათ და ქონის პროგრესიმოთ. მე ბიზნესმენია. რამდენი თვალყურს გვირეკავთ თელავიდან. აღარ მინდა ვინა ვარ და რა ვარ. ერთ-ერთი სოფლიდან გვირეკავთ. კი ბატონო. მოკლედ გეტყვით რომ თემის მე და თქვენ ვისმოთ ერთმანეთს. პუტინის ამბავზე 31 კაცი იქ. მაგრამ სამოველი ახლა დავსახლდი სოფელში ერთი პერიოდია უკვე აქავა რა და ყველაფერი ვიცით თენგო ტრამპის ვინ არის ის ბაიდენი ეგივე დაკავია ისა ინგლისის ის ევროპას ის რუსეთი მოდი ახლა ერთ რამეს შემოვთავაზებთ მე შევხვდეთ ყველანი ქართველები მეგეუნებით ქართველები განაგვარი ქართველები სულით და კაცობით ხელაველი კაცო შევხვდეთ ყველანი დაუსხდეთ ვინა კონსერვატორები დავიქვათ ოისნა დავიქვათ ქრისტიანი ორი ეზოში მიდგა ორის ეკლესია 84 ეკლესია ჩვენ სოფელში მაგეთი დედამიწაზე არ არის 82 ეკლესია და ჩვენ სოფელში აქვს იესო ქრისტეს საფლავის მიწათო დაუსხდეთ რა და გადავწყვიტე ჩვენი საქმე არც ივანიშვილი მაინტერესებს არც ბერიკაშვილი არც
არავინ არ მაინტერესებს. დავუშვეთ რა ქართულად ვისაუბროთ. ოპერატორ შეუძლია. დიდი მადლობა. დავში რა გავაკეთოთ, არჩევნები იქნება, არჩევნები გავაკეთოთ. და აი როგორც აი გონიერი ხალხი ხართ რა მოვიფიქროთ რა ხო არსებობს ესეთი იმარო დავიფაროთ ისა და არზე გესწრეთ რა ერთად ისა რა დიდი მადლობა. სანამ გაგიშავთ, მანამდე გეტყვით. არის ჩემი ტელეფონი რა და კონტაქტი ისად მაგის თქმა მინდოდა ეხლა. კი. პირდაპირ ეთერში აღარ გკითხავთ. არ გამოდის არაფერი. თემ რამდენიც გინდა ტელევიზორში გამოვიდეთ, ჩემო კარგო არ გამოდის. ლაპარაკით არაფერი. საქმეს მივხედოთ რა. გავიდა მე და დავიხოცენ. გეთანხმები. დიდი მადლობა ზარისთვის, ემოციისთვისაც დიდი მადლობა ბატონო და რაც მთავარია იმ პათოსისთვის, რომ მართლა დგება ალბათ მაგისი დრო, როდესაც ხალხმაც უნდა აიღოს თავის თავზე ერთადერთი რასაც დავამატებდი, მისი ემოციების ზუსტად მესმის და ზუსტად ვიცი რაც თქვა, თუმცა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში პირადად ჩვენ და ჩვენი პარტია, ნუ ტელევიზიით გამოსვლა იქნება თუ სხვადასხვა შეხვედრები და ასე შემდეგ არა მარტო საქართველოს ფარგლებში, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ. თუმცა გეთანხმებით, მარტო ტელევიზიით, მარტო ლაპარაკით და რაღაცები არ გამოდის, ჩვენ გვექნება ალბათ მაგის შესაძლებლობა რაიონებში და ზოგადად თქვენაირ გულანთებულ კაცებთან და ქართველებთან, მართლა გვარით ქართველებს არ გულისხმობ, მაგარ კაცებთან შეხვედრის და მონიშნული გვექნება თქვენი ტელეფონის ნომერის და აუცილებლად შეგეხმიანებით და კი ბატონო, აუცილებლად ზარი გვაქვს ისევ ეთერში შემოვიყვანოთ მაყურებელი. გამარჯობათ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობათ, გერაცვალე. საღამოშვიდობის ბატონო, მადლობა რომ გვირეკავთ. ჩემო ბატონო, რატომ არ ასანქცირებენ? ეს რადიკალები რომ დარბიან, იქით-აქეთ ტრეხეთებიან და საქართველოს ზიანს აღენებენ და აუქს ლაპარაკობენ, საზიანოდ. არ შეიძლება დაასანქცირონ. ან სამწავლოსნო კენენას გაუშვან. ან იქიდან არ შემოუშვან. დინდა ეს კანი სალომე. დინდა ეს ჯაფარიძე, გვარამია ესენ. რატო ვერ ასანქცირებენ ექინიათ? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ამ შემთხვევაში ბატონი საუბრობდა რამდენადაც მივხვდი, რომ გავლენო საერთოდ ამ ქვეყნიდან უკან აღარ შემოუშვათ. იცით რა სამართლებრივი სამწუხაროდ ეს არის უკანონობა თორემ პროკურატურამ აღძრა ფაქტზე ამბობენ, მაგრამ კონკრეტულად რა ფაქტზე არ ვიცი, მაგრამ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ამ აგენტურის თანამშრომლობასთან დაკავშირებით და სხვათა შორის ის ქალბატონი როა ნაცმოძრაობიდან მოკლედ ჯიბის პროკურატურასთან მე არ ვითანამშრომლობ. რა უნდა ითანამშრომლოს ახლა? უნდა მოუყვეს მისი აგენტურული საქმიანობის შესახებ თუ როგორ მუშაობს სახელმწიფოს წინ. ეს ნეიტრალური საქართველოს განსაკუთრებები იქნება ბატონებო და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ფრთხილია ხელისუფლება და ყოველ შემთხვევაში შეიძლება მე საკუთარი კოლეგებიც არ დამეთანხმონ ხანდახან მაგაში, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩემი გადასახედიდან არის ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს, ოღონდ ზომიერი სიფრთხილე და არა რაღაცა შენელებული მოქმედების იმასავით, ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა წინაპირობა იქნება და თუ კი მიეცემა საშუალება ხელისუფლებას ან შემდგომში თუ ესენი ვერ დაასრულებენ სხვა ხელისუფლებას აუცილებლად განა თუ არ შემოუშვათ, არსად არ უნდა გაუშვათ და ეგენი გისოსებს მიღმა არიან ნახევარზე მეტი მოსათავსებლები. სამშობლოს ღალატისთვისაც, დედა ეკლესიის ღალატისთვისაც, ქართველი ხალხის ღალატისთვისაც და ელემენტარულად კაცობრიობის წინაშე ჩადენილი არაადამიანური, ასე ვთქვათ, დანაშაულებებისა, რომლებიც ჯერ კიდე გამოაშკარავებული არა. წეღამაბოდი ბოდისმეტყვის თუ ზარი არა. აი ფიცომ მიმართა ილონ მასკს რომ კი გადაკეტეთო USAID-ის სამარ, იქნებ მოგვაწოდოთ ეს წყაროები, სანამ ჯერ კიდე გასაჯაროებული არ არის ვინ რითი სად ფინანსდებოდა და აქ იციან რომ ეს ადრე თუ გვიან ცხადი გახდებოდა. ჩვენ ვნახეთ ახლა გვარამიას კაკანი ოქუაშვილი იმის მთავარი არქის მეპატრონეს თურმე რუსული პასპორტი გონია და თურმე ეხლა გაიგეს. თვითონვე განაცხადებენ, იმიტომ რომ ხვალდაზე ეს უნდა გახდეს ცნობილი და მიდის ახლა ჩუქება კეზერაშვილმა და მე ვაჩუქებს ჩემი მასო კი ახლა გაკოტრებულ და ასე ვთქვათ განულებულ ყველანაირად ტელევიზიის ჩუქება რაზეა ლაპარაკი ხო და მოკლედ პროცესები არის დაწყებული. ჩვენ არაერთხელ მოგვიწოდება კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას სიფრთხილე ძალიან კარგია, ოღონდ ზომიერი და ყოველ შემთხვევაში იგრძნო რომ ქართველი ხალხი ამ საკითხში მათ გვერდით ვართ. რაც კი ბატონო, მოდი დღეისთვის ბოლო მაყურებელი შემოვიყვანოთ. გამარჯობათ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. შეგიძლიათ შეკითხვა დასვათ ან თქვენი მოსაზრება გაგვაცნოთ. დიახ, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის ბატონო. დიახ.
ისმის ისაუბრეთ დიახ. ქართველები ვარ ჩვენ ძალიან განათლებული ხალხი. მე პირადად ორი განათლება მაქვს. მიგებული აი გიყურებს ხოლმე ყველანაირად, მაგრამ ბოლო ჩავავსავოთ ეს ეპიზოდა. ეს პიჯარასტები მოვაჩვენოთ ახლა ძალიან თხოვთ. ტელევიზორი ჩართვა არ მიყვარს. შეკითხვა მაქვს, როდის ჩავთავდება ეს ყველაფერი? კი ბატონო, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აი ეს საგიჟეთი დამთავრდეს მართლა და ესეთი არანორმალური ეს ხო მაინც საბოლოო ჯამში არ არის ბატონო გიორგი ნორმალური პოლიტიკური გარემო. ჩვენ შეიძლება გვიხაროდეს, რომ იქ გვიხაროდეს რა, სწორად მიგვაჩნდეს, რომ ვიღაცას გაასამართლებენ და ციხეში ჩასვან თუ რატომ უნდა მიხაროდეს ვინმეს დაჭერა. მე ის უფრო გამიხარდება, მე ზიანის ანაზღაურებაზე რო დაიწყებს ხელისუფლება ლაპარაკს თორე ხა. კი ბატონო, დასაჭერები დაიჭირეთ, მაგრამ თუ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, სამართლიანობა ვინმეს დაჭერით არ მთავრდება. იქ აუცილებლად არის დაზარალებულიც და დაზარალებულიც კომპენსაციით უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. მაგრამ მეორეს მხრივ ეს ხო მართლაც არ არის ნორმალური გარემო. რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში მართლა ნორმალური პოლიტიკური გარემო ჩამოყალიბდეს, სადაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის მტრები კი არ იქნებიან მოსისხლეები. პირიქ შეიძლება არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ რაღაც საკითხებში თანხმობა იქნებათ, რაღაცაზე კონსენსუსი იქნება შესაძლებელი, რაღაცაზე დალაპარაკება იქნება შესაძლებელი და ნორმალურ კალაპოტში გადავა ეს ყველაფერი. აი რა არის ამისთვის აუცილებელი? ერთი წუთი თუ გვაქვს უცებ ვთქვა რომ აი მაგალითისთვის ავიღოთ შეიძლება ვინმე მეგეთი კითხვა დასვას რომ როდის დასრულდება კრიმინალი ქვეყანაში ნებისმიერ ქვეყანაში გინდა აზერბაიჯანი თურქეთი ამერიკის შეერთებული შტატები ხო მაგრამ აქ ლაპარაკია რომ პოლიცია იდგეს ანუ სამართალდამცავები იდგნენ თავიანთ სიმაღლეზე როდის დასრულდება ამათი ბოგინი არც არასოდეს მე როგორც ქრისტიანი ადამიანი მით უმეტეს ვამძაფრებ ამ თემას იბოგინებს მოღალატე და ის ყოველთვის ოღონდ ბოგინი ცოტა ხმამაღალი სიტყვა უბრალოდ ჩვენ უნდა მივაღწიოთ რომ ხელისუფლებები ესეც და სხვა შემდგომი ხელისუფლებებიც იდნენ სათანადო დონეზე ყველაფერს თავიანთ სახელს არკმევდეს და მათ ადგილს უჩენდეს ეგ გისოსებს მიღმა იქნება ადმინისტრაციული ჯარიმა იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უამრავი რამის ირგვლივში აქ ლაპარაკია როდის შეძლებენ აქ სამართალდამცავები ყავს ბრწყინვალე სამართალდამცავები ყავს რომლებიც აი უკვე როგორ გითხრათ ხელებიც ეკავებათ ბოდიში და ფეხებიც და აზროვნებითაც არც ერთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს არ ჩამოუვარდება უბრალოდ ნება საჭირო იმისი რომ ამათმა მიიღონ დავალება და ოღონდ დავალების არ მიცემა არ არის გამოწვეული რაღაც შიდა პროცესების გამო ეს საერთაშორისო პროცესებთან არის ბმაში და სწორედ ამ პროცესებს ხედავთ დღეს და წეგან მე ტრამპის უარყოფითად წარმოჩენას ვცდილობდი სინამდვილეში რა პიროვნება ტრამპი ოღონდ იქვე აღნიშნა რომ ცალსახად მისი მოქმედებები არის დადებითი და არის სიკეთე გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს ეძლევა შეაძლებლობა ეს მარაზმი დაასრულოს ერთხელ და სამუდამოდ აი ბმაშია ყველაფერი რაც არ უნდა მოინდომოს არ ვიცი ახლა სიტყვაზე ვამ გამსახურდიამ რაღაცა მოინდომა მოკლეს ნუ შორსა პატარკაცშვილი მოკლეს გურამ შარაძე ჩაგვიდეს იმაში ისეთი პიროვნებაც კი როგორიც ზურაბ ჟვანია იყო აბსოლუტური ლიბერალი ხო ყველანაირ სხვა არა მე ახლა მაპატიოს ყველა მაგრამ დიდი ეროვნული რაღაცა მაგრამ საფერფლეთი როგორც ჭორაობენ მაგრამ ხო მოკლეს არაერთხელ გაიგუდაო გაზეთ მაგრამ მე მგონი საქართველოში არავის არ ჯერა მაგისი ხო ახლა ცილის წამებას არ ვაკეთებ მაგრამ უამრავი მსგავსი ფაქტი არის იმის ხო ანუ რისი თქმა მინდა თუ სიტუაცია არ მომწიფდება ვერავინ ვერაფერს ვერ მოამწიფებს დამოუკიდებლად უბრალოდ ჩვენ სწორი პოზიცია უნდა შევარჩიოთ ყოველთვის და კიდევ ერთხელ ვამბობ ზედმეტი სიფრთხილე ყოველ შემთხვევაში ეროვნული საქმე გადის სიცხლზე ასე ვთქვათ თავგანწირვაზე თუ იმ პოლიტიკოსებს ვის ხელშიც არის გადაწყვეტილებები თავგანწირვის ასე ვთქვათ უნარჩვევები არ გააჩნიათ ну მაშინ დაუღუპულ ვართ და სწორედ ამას ვცდილობს ჩვენი პარტიაც და არაერთი ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი რომ როგორმე დღის წესრიგი ისე ჩამდგეს რომ ბევრი თავდადებული ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი მოხდეს არა მარტო პარლამენტში არამედ ძალოვან სტრუქტურებშიც განათლებაშიც თავდაცვაშიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს პროცესი დაწყებულია მე ყოველ შემთხვევაში
ამას ვხედავ და არ ვიცი დასრულების ყველანაირი ნიშანი არის დღეს სახეზე. ხელშეწყობა ჭირდება ამას. იმედი გვაქვს რომ ეგ პროცესი მართლაც გახდება შეუქცევადი. არა იმიტომ რომ შეიძლება ვინმეს გულწრფელობის მჯეროდეს ანუ ვხედავთ რომ პროცესები მიდის მაკეთკენ და ადამიანები რომლებიც შეიძლება წარსულში საერთოდ სხვა რამეს ლაპარაკობდნენ დღეს ამ ადამიანებს მოუწიოთ სწორი პროცესის სამსახურში ყოფნა. იმიტომ რომ თვითონ პროცესის ლოგიკა კარნახობს ამ ყველაფერს და მეც უსურვებ რა თქმა უნდა ჩვენ ხელისუფლებას ოცნებას წარსულში მათ შეცდომები ბჭყალებში ესე იმიტომ რომ არასწორ ნაბიჯებს მე ხშირად არ უთვლი მათ იმას ეხლა იმის მე რაც ჩვენ თვალნათლივ ხედავთ ეხლა სინამდვილეში რასთან მქონდა საქმე ზოგადად საქართველოს რა ძალებთან ხო ამიტომ ნაწილობრივ რაღაცებს მე მათ დანაშაულებრივ ქმედებებად არ ვნათლავ ასევე თუ რამე დღეს სიკეთე კეთდება ქართული ოცნების მხრიდან რა თქმა უნდა 100% მე მაგას ქართულ ოცნებას არ ვაბრალებ ეს დამსახურებაა ქართველი ხალხისაც თავისთავად და ქართველი ხალხის გარეშე არაფერი სიკეთე საქართველოს და სახელმწიფოს არ კეთდება და თავისთავად გარემო ფაქტორებისაც რამაც ამის საშუალება მისცა ქართულ ოცნებას თუმცა დასაფასებელია ის რომ ნაციონალური მოძრაობა რო ყოფილიყო არანაირი მსგავსი სიკეთე ყოველ შემთხვევაში დაწყება ამ სიკეთეების არ იქნებოდა დიდი მადლობა ბატონო გიორგი სტუმრობისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებებს. შევახსენებ მაყურებელს რომ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ერთ-ერთი ლიდერი პარტიის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ხვალამდე დაგემშვიდობებით. კარგად ვსანდებოდეთ. ნახვამდის.